პოზიციების მერყეობით ცნობილი ოლიგარქი ჩვენებას კიდევ ერთხელ ცვლის. ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით საბჭოთა საქართველოს აღდგენა მისი ოცნება სულაც არ არის და გასაბჭოების მსურველად ის მთავრობამ მონათლა. ეს სიახლე მხარდამჭერებს ივანიშვილმა ბათუმის აქციაზე ამცნო. ისიც კი დამაბრალეს, რომ მე თურმე საბჭოთა კავშირი მენატრება. მე კარგად მახსოვს საბჭოთა კავშირი, რომელიც საყოველთაო ტოტალური ტყუილის იმპერია იყო. ეს იყო მეხსამეობის და დახსქომად გადანახული სინდისის ქვეყანა. ქვეყანა, სადაც კარგად ცხოვრება მხოლოდ კომპრომისებს და გაიძიებას მოჰქონდა. საბჭოური აზროვნება დღემდე ცოცხალია და საზოგადოების განვითარებასაც სწორედ ეს აფრიკოლებს. დიახ, სწორედ ტყუილი, თვალთმართობა და ფარისეულობა იყო საბჭოეთის ნამდვილი რეალური იდეოლოგია, რომელიც ადამიანებს აიძულებდა ერთი ეფიქრათ, მეორე ლაპარაკად და მესამე ეკეთებინათ. ტყუილისა და ბაზარასრულებს შენ. უსამართლობისა და უნამუსობისა და ბაზარასრულებს. საბჭოთა საქართველოს ნოსტალგია მილიარდერი ბოლო პერიოდში არაერთხელ შეაწუხა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში პირველმა მეოცნებამ წითელი საქართველო ინატრა და მის ამომრჩეველს საბჭოთა საქართველოს დაბრუნების პირობაც მისცა. კახეთში ჩასულმა კი ბრეჟნევის ეპოქასა და კომუნისტური რეჟიმის სიკეთეზეც ბევრი ისაუბრა. ყველაზე მძიმე საკითხი ჩვენი არის ეს, ჩვენი გუნდის ყველაზე მძიმე საბჭოთა კავშირის დროს ყველა მოისწრაფოდა საქართველოში.